ქართველთა ემბაზად წოდებული წმინდა ნინოს დროს ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოექცა მთელიერი, ყოველი სავსება, ყოველი ქართველთა ნათესავისა. მის დროსვე ქართული სახელმწიფოს მზრუნველობით შეიქმნა ერთიანი ეკლესია. ბუნებრივად შეიძლება გაჩნდეს კითხვა, თუ ქართველები თვით წმინდა მოციქულებმა გააქრისტიანეს, რაღა საჭირო იყო წმინდა ქალწულის ქადაგება. ამ კითხვაზე პასუხი ჩანს ძველთაგანვე არსებობდა და მან ასახვა ჰპოვა რუის ურბნისის კრების ძეგლის წერაში. ამ წყაროდან ვგებულობთ, რომ წმინდა ქალწულის მიერ მთელი საქართველოსა და მისი მეფის გაქრისტიანება ძალზე მჭიდრო კავშირშია რომის იმპერიაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან. კრების მონაწილე მამები განმარტავენ, რომ ივერიაში ქრისტიანობა იქადაგეს მოციქულებმა და ხალხის დიდი სიმრავლე გააქრისტიანეს, მაგრამ გავიდა დრო და ერი კვლავ კერპთაყვანისცემაზე მიექცა. დარჩენილ ქრისტიანებს შორის გამოჩნდებოდნენ ხოლმე მოწამენი, რომელთაც ისეთივე ტანჯვით კლავდნენ, როგორც იესო ქრისტეს. მას შემდეგ, რაც რომის იმპერატორი კონსტანტინე გახდა მეფეთა შორის პირველი ქრისტიანი მქადაგებელი, ჩვენს მოგხვედა ღმერთმა და გამოაგზავნა ტყვე ქალი ნინო. ეფრემ მცირე იგივეს ამბობს, რომ არა მარტო საქართველოში, არამედ თვით რომის იმპერიაშიც მოციქულთა ქადაგების შემდგომ კვლავ კერპთაყვანისმცემლობა აღორძინებულა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იქ ქრისტიანული თემები და საეპისკოპოსოები არ არსებობდა. ოფიციალურ სარწმუნოებად აღიარებამდე რომის იმპერიაში უკვე დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ქრისტიანობას. ჯერ კიდევ მესამე საუკუნეში ქრისტიანობის აღიარების შესახებ განკარგულება გასცა გალიენმა, რომელსაც ნახევარი საუკუნით დაასწრო ქართველთა მეფე რევ მართალმა, რომელმაც ქრისტეს სახარებაზე დაფუძნებული რეფორმა განახორციელა თავის ქვეყანაში. ჩვილი ბავშვების შეწირვა აკრძალა. მას სმენოდა სახარება და ამიტომაც იყო მოწყალე და ნუგეშინის მცემელი ჭირველუთა, ესე იგი ქრისტეს მცნებებს აღასრულებდა. ერთ-ერთი წყარო არის თვითონ ქართლის ცხოვრება, რომელიც ძალებს რომ მცხეთაში ჯერ კიდევ კვართის ჩამობრძანების დროს პირველ საუკუნეში მცხეთელი ებრაელების ერთი ჯგუფი, ერთი რაოდენობა, მათ შორის ქალების, ოჯახების, ცნობილი სამღვდელოების, რაბინების ოჯახების ქრისტიანული გახდა და მათ ყავდა თავიანთი მიმდევრები. და მართლაც შემდგომ მოხდა არქეოლოგიურად შესწავლა სვეტიცხოვლის მცხეთისა და აღმოჩნდა პირველი მეორე საუკუნეების და ასევე მესამე საუკუნის ქრისტიანული სამარხები, როგორც სვეტიცხოვლის ეზოში, ასევე სამთავროს სამაროვანზე. და ქრისტიანული სამარხები აღმოჩნდა არა მარტო მცხეთაში, ამ სხვადასხვა ადგილას, არამედ აღმოჩნდა ასევე ქართლში, ურბნისთან ახლოს ნასტაკესის ველზე თვითონ ეკლესიას კი აღმოჩნდა, წმინდა ნინოს დროინდელი ეკლესია. დასავლეთ საქართველოში, ჭიათურის რეგიონში, ზესტაფონის რეგიონში აღმოჩნდა ქრისტიანული სამარხები. ქრისტიანული სამკვიდრო წესების მეტნაკლები დაცვით გაუპატიოსნებიათ მიცვალებულები ამ სამარხებში. ცხადია, რომ მოციქულთა საქართველოში ქადაგებას უკვალოდ არ ჩაუვლია. თავისი შედეგი გამოუღია და ქვეყანაში ქრისტიანული თემები შექმნილა. ქრისტიანებს, რომლებიც მეორე-მესამე საუკუნეებში ცხოვრობდნენ, ესაჭიროებოდათ სამღვდელოება, საეკლესიო საიდუმლოებათა შესრულება, რაც სასულიერო პირთა გარეშე წარმოუდგენელია. სვეტიცხოვლის, სამთავროსა და სხვა სამაროვნებში დაკრძალულ მიცვალებულთა შორის ბავშვებიც არიან. ამ სამარხებში თქვა აღმოჩნდა ასეთი მწირი რაღაც ინვენტარი, თქვა ბეჭედი, რომელსაც აქვს გამოსახულება ქრისტიანული სიმბოლოებით, გემა ბეჭედის გემაზე აღნიშნული არის, თქვა ღუზა ქრისტიანული სიმბოლო, თევზები ქრისტიანული სიმბოლო და ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ აღმოჩნდა ბავშვებიც კი ამ პოზით, ანუ ბავშვებიც კი იყვნენ ქრისტიანები და ქრისტიანი მოგახსენებათ არ იბადება ადამიანი, უნდა მოინათლოს, ხო სწორია, ანუ ის ბავშვი უნდა მოინათლა ვინმეს. და თუ ვინმე იყო ვინც ნათლავდა, ეს ნიშნავს საღვთო არსებობდა, ანუ თუ ხალხის რაღაც ჯგუფი იყო ქრისტიანი, მათ ყავდა თავისი საღვთო, ეს უკვე ნიშნავს, რომ არის
ქრისტიანული ეკლესია, უკვე ორგანიზაცია არის, ქრისტიანული ორგანიზაცია არსებობდა ჩვენში. საინტერესოა, როგორი პრინციპით იყო მოწყობილი ეს ეკლესია. აღსანიშნავია, რომ მოციქულთა მიერ დაარსებული ეკლესიები პირველ-მეორე საუკუნეებში ერთმანეთისგან დამოუკიდებელი იყო და მათ ერთიანი ადმინისტრაციული ცენტრი არ გააჩნდათ. ასევე იყო საქართველოშიც. ერთიანი მთელი ქვეყნის მომცველი ქრისტიანული ეკლესია ერთი ცენტრითა და ერთიანი მმართველობით ცხადია არ არსებობდა, მაგრამ რაკიღა იყო სამღვდელოება, ეპისკოპოსებიც იარსებებდნენ. ქართლის ცხოვრება გვაუწყებს კიდეც, რომ თვით მოციქულმა ანდრიამ აწყურის ქრისტიანულ მრევლს თავისი ეპისკოპოსი გაუჩინაო. ქრისტიანობა და მისი სამღვდელოება ამ პერიოდში დევნიდან გამომდინარე ფარულად არსებობდა და სუსტი იქნებოდა. ქრისტიანობის ოფიციალურად აღიარებამდე ჩვენში ეპისკოპოსთა არსებობას ისიც მიუთითებს, რომ ბიჭვინთაში ქრისტიანულ თემს ჰყავდა ეპისკოპოსი და თანაც ძალზე გავლენიანი და სახელგანთქმული. როგორც ცნობილია, პირველ მსოფლიო კრებაზე 325 წელს მონაწილეობდა ეპისკოპოსი სტრატოფილე. ეს საეპისკოპოსო ცხადია ამ თარიღამდე იარსებებდა და დიდი ავტორიტეტიც ექნებოდა მაშინდელ მსოფლიო ქრისტიანობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მის ეპისკოპოსს არ მიიწვევდნენ ნიკეის მსოფლიო კრებაზე, სადაც ძალზე ავტორიტეტული წონის მღვდელმთავრები იყვნენ მიწვეულნი. ბიჭვინთასთან დაკავშირებით ჩვენ უნდა გავიხსენოთ ძველი ქართული წყაროები. ძველი ქართული წყაროები ამბობს, რომ ბიჭვინთა და რა პიტიუნტი, ან პიტია. ბიჭვინთა არის ქართული ეკლესიის შემოქმედება. ანუ ბიჭვინთაში ეკლესიები, თავდაპირველი ეკლესიები აიგო ქართული ეკლესია, მაშინ ეს იყო ქართული ეკლესიები. მაგრამ სხვა არის პიტიუნტი, ყოფილა ის ქართულ რეგიონში, სხვა ადგილას, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ისტორიულ საქართველოში, ეს არის ათინა, ხოფას რეგიონში, სადაც ახლა ხოფა პაზარი არის, ეს ქართველები და დღესაც კი ქართველებითა, ლაზებითა დასახლებული. ეს იყო ის რეგიონი, ერქვა მას ბოლო კლარჯეთისა ზღვისპირის წყაროებში, ამას ხშირად ბიზანტია იტაცებდა ქართული სახელმწიფოსაგან. ანუ ბიზანტია გახორციელებდა თავის უფლებამოსილებას და როგორც ჩანს პიტია იყო აი ამ მონაკოჩი და ეს არის არა ჩემოსაზრება, არამედ ამის შესახებ წეს. ისეთი დიდი მეცნიერი როგორც იყო ნიკოლოზ ზადონცი, თქვა ჩვენი დიდი მეცნიერი პავლე ინგოროყვა, კიდე სხვა მეცნიერი, ანუ ის ეპისკოპოსი სტრატოფილე იყო ისე ქართული რეგიონიდან, მაგრამ არა ბიჭვინთიდან, არამედ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოსიდან, პიტიუნტიდან, რომელიც ხოფა რიზეს რეგიონში მდებარეობდა, რომელიც იყო ხელდებული ბერძნების მიერ დიდხანს. პიტიას ტაძრის შესახებ ცნობებს გვაწვდის მე-17 საუკუნის ოსმალთაგან დევნილი ლაზიკის მიტროპოლიტი გერმანე ტომით ბერძენი, რომელიც მოსკოვში რუსეთის მეფის წინაშე წარსდგა და განაცხადა, რომ პიტიუნტის კათედრა იქ ვარაუდებ პიტიას, სწორედ დაარსებული არის წმინდა ნინოს დროს. ანუ ეს ეთანადება, ეს ცნობა ეთანადება მოსე ხორონელის ცნობას. ეხლა აღნიშნეთ, რომ წმინდა ნინო მიქადაგა კლარჯეთში. ანუ კლარჯეთი, ბოლო კლარჯეთისა ზღვისპირი არის, კლარჯეთი მთიანი რეგიონია, იქვე ბოლო კლარჯეთის ზღვისპირი ის არის, აი ათინა რეზეს რეგიონი, ანუ სწორედ აქ უკადაგნია მე-5 საუკუნის ავტორი წერს წმინდა ნინოს და მე-16 საუკუნის იერარქია ამბობს, რომ აქ დაარსა წმინდა ნინომ საეპისკოპოსო კათედრა. აი აქ ამ კათედრიდან იყოფა, როგორც ჩანს, იყო სტრატოფილე. ჩვენ ზუსტი მდებარეობა რა თქმა უნდა არ ვიცით, არის სხვა მოსაზრებაც, რომელიც ამბობს, რომ ეს იყო ბიჭვინთაში, მაგრამ ბოლო დროინდელი გამოკვლევები აჩვენებს, არა მარტო ბოლო დროინდელი, არამედ ადონცის, ეს იყო მე-19 საუკუნეში, ადონცის ძალიან ცნობილი მეცნიერი, 20 საუკუნეში ლაიფციგის უნივერსიტეტის პროფესორი იყო. ეს აი აქ იყო, ესე იგი, პიტიუნტი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. წმინდა ნინო ვერ შეძლებდა მთელი ქართველი ერის გაქრისტიანებას. საქართველოში წმინდა მოციქულებს ხალხი შემზადებული რომ არ ჰყოლოდა ქრისტიანობის საჯარო აღიარებისთვის. ამ თვალსაზრისმა ასახვა ჰპოვა წმინდა ნინოს ცხოვრებაში, სადაც უფალი უცხადებს ქალწულს, რომ საქართველოში სამკალფრიად არს, ხოლო
მუშაკი მცირე, რაც ასე განიმარტება. ჩვენში მოციქულთა მიერ დათესილი სახარების ვარცვალს საუკუნეთა მანძილზე ხალხი შეუმზადებია საერთო სახალხო მონათვლისათვის.